დღეს ჩვენ განვიხილავთ backend-ის ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ თემას API-ს REST და CRUD-ს. ეს არის ის საფუძვლები, რაზეც თითქმის ყველა თანამედროვე აპლიკაცია დგას. მობილურ apps ვიყენებთ, website-ზე შევდივართ, ამი პანელში მართავთ კონტენტს. ამ ყველაფრის უკან უკვე API მუშაობს. ხშირად გონიათ, რომ აპლიკაცია უბრალოდ გვიჩვენებს მონაცემებს, მაგრამ რეალურად front-end-ი მუდმივად უკავშირდება backend-ს, ითხოვს მონაცემებს, აგზავნის ახალ ინფორმაციას, ანახლებს არსებულს და შლის არასაჭიროს. ანუ რასაც ეკრანზე ვხედავთ, მაგალითად ბარათები იქნება, სიები იქნება, პროფაილები იქნება, კომენტარები იქნება თუ ამ შემდეგ ეს მხოლოდ ვიზუალური მხარეა, რეალური პროცესები backend API-ში მიმდინარეობს. რეალური ცხოვრებიდან რომ მოვიყვანოთ მაგალითი, მაგალითად ავიღოთ Instagram-ი, როდესაც ჩვენ შევდივართ Instagram-ზე და feed-ი იხსნება, აპლიკაცია backend-ს ეკითხება, მომეცი ახალი პოსტები. როცა პოსტს ვალაიქებ, შეიძლება ეს უბრალოდ კლიკია ჩვენთვის, მაგრამ backend-ში აქ request-ი იგზავნება, რომ ამ user-მა ესა და ეს პოსტი დაალაიქა მაგალითად. ასევე TikTok-ი, YouTube-ი, Facebook-ი, LinkedIn-ი ყველგან იგივე პრინციპებია. UI მოქმედებს, backend request UI მოქმედებს და backend request-ებად გარდაიქმნება. იგივეა თუნდაც to-do app-ებში. To-do app-ები developer-ებისთვის პოპულარულია და მაგალითად, როდესაც ჩვენ to-do app-ში task-ის დამატება გვინდა, ახალი მონაცემები შეიქმნება. როცა გვინდა task-ების ნახვა, მონაცემების წაკითხვა ხდება. როცა გვინდა task-ების რედაქტირება, განახლება ხდება. როცა task ვშლით, წაშლა ხდება. ანუ აპლიკაციის თითქმის ყველა ღილაკის უკან API request-ები დგას. დეველოპერებისთვის აუცილებელია იცოდნენ API, რადგან როდესაც API გვესმის, უკვე გვესმის როგორ მუშაობს სრული სისტემა და არა მარტო UI. მაგალითად, front-end developers API სჭირდება სწორი ინტეგრაციისთვის. backend სჭირდება backend developers სჭირდება API სწორი არქიტექტურისთვის, QA სჭირდება ტესტირებისთვის მაგალითად, DevOps სჭირდება log traffic monitoring-ის გაგებისთვის. მოკლედ API-ის ცოდნა არ არის მარტო ტექნოლოგია, არამედ არის გუნდური მუშაობის საერთო ენა. და ზუსტად ამ ლექციაში ზუსტად ამ საფუძვლებს დავალაგებთ, რას ნიშნავს API პრაქტიკაში, რა არის REST და რატომ ვიყენებთ, რა არის CRUD და როგორ გადადის HTTP მეთოდები და ბოლოს უკვე გვექნება პრაქტიკული მაგალითი და ავაწყობთ ერთ პატარა API-ის ჩვენ თვითონვე. დავიწყოთ API-ით და გავმარტოთ API. API ნიშნავს Application Program Interface, ეს არის წესების, მეთოდების და შეთანხმებების ნაკრები, რომლის საშუალებითაც ერთი პროგრამა უკავშირდება მეორეს. ანუ API არის კონტრაქტი ორ სისტემას შორის, ასე რომ წარმოვიდგინოთ. მაგალითად, front-end-ი უკავშირდება back-end-ს, mobile app-ი უკავშირდება servers, payment სისტემა უკავშირდება მაგალითად ბანკებს, ერთი მიკროსერვისი უკავშირდება მეორეს. API ესე ქმნის კონტროლებად კარს სისტემებში, მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, ყველა პროგრამას რო ერთნაირი პირდაპირ ვიწოდო მაქონდეს ერთმანეთთან, წარმოიქმნებოდა ქაოსი, იქნებოდა უსაფრთხოების დარღვევები, მონაცემები დაზიანდებოდა, სისტემა გაუმართავი გახდებოდა ასევე. ამიტომ გაჩნდა API როგორც კონტროლებადი კარი სისტემაში, ანუ ყველას არ აქვს ბაზაში შესვლის უფლება, ყველა არ წესპირად მონაცემებს და ეს ყველაფერი დაფუძნებულია API-ზე და გადის API-ზე. API შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შუამავალი ორ მხარეს შორის და უბრალოდ პატარა მაგალითს დავწერ, პატარა მაგალითს განახებთ, უბრალოდ მსგავსად წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც. ეს არის ჩვენთვის front-end-ი. ეს არის ჩვენთვის back-end. ძალიან ადვილი მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, front-end და back-end-ი უკავშირდება ერთმანეთს API საშუალებით, როგორც უკვე თქვით, და ჩვენთვის API გამოდის ზუსტად აი ეს ხაზი, როდესაც front-end-ი მიდის ჩვენ back-end-თან, back-end-ი აბორონებს ჩვენთვის response და მოდის უკან front-end-ის მიმართულებით. ცოტა მოგვიანებით უკეთესად ჩავშლით ეს როგორ მოქმედებს. მოკლედ რეალურ ცხოვრებაში რო წარმოვიდგინოთ ჩვენ API-ის მუშაობა, ავიღოთ რესტორნის მაგალითი მაგალითად, როდესაც ჩვენ შევდივართ რესტორანში, ჩვენ უბრალოდ ვუკეთებთ შეკვეთას. აქ ჩვენ არ შევდივართ სამზარეულოში, ჩვენ ვაძლევთ უბრალოდ შეკვეთას ოფიციანტს, ოფიციანტი მიდის სამზარეულოში და მოქვს პასუხი. ანუ აქ ჩვენ გამოდივართ კლიენტი, ოფიციანტი გამოდის API, სამზარეულო გამოდის სერვერი, ხოლო საჭმელი არის ჩვენთვის რესპონსი.
ამრიგად API-ის მთავარი დანიშნულება არის მონაცემების გაცვლა, ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის შექმნა და ინფორმაციის წაშლა, არასასრული ინფორმაციის წაშლა. იქიდან გამომდინარე რომ უკვე გავიგეთ რა არის API და მთავარი დანიშნულება რა არის API-ის, ეს არის მონაცემების დამუშავება, ინფორმაციის მიღება, შექმნა, განახლება და წაშლა. ჩნდება მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება backend-ი მიხვდეს თუ ჩვენ რა გვინდა და რა უნდა წამოიღოს backend-მა. ზუსტად აქ შემოდის ჩვენთვის HTTP მეთოდები. HTTP არის request-ის ტიპი, რომელიც სერვერი ეუბნება რა ოპერაცია უნდა შეასრულოს. ანუ როცა front-end-ი აგზავნის მოთხოვნას მარტო URL-ი არ კმარა, საჭიროა მივუთითოთ რა ინფორმაციის მიღება გვინდა. გვინდა ახალი ინფორმაციის მიწამოღება, ახალი ინფორმაციის შექმნა, განახლება თუ წაშლა. სულ რამოდენიმე ტიპის მეთოდებია, მთავარი ტიპის მეთოდებია, მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი HTTP მეთოდებია პირველი get მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება მონაცემების მისაღებად, როცა რაღაცის ნახვა გვინდა, მაგალითად მომხმარებლების სია გვინდა, პოსტები გვინდა, კომენტარები გვინდა თუ პროფაილებზე გადასვლა გვინდა მსგავსად. ასევე გვაქვს ჩვენ რეალურ ცხოვრებაში რა ვიყოთ get მეთოდი, რაც წეგან ვახსენეთ Instagram feed-ი რომ იხსნება, ეს უკვე get მეთოდი, ასევე YouTube-ში როდესაც შევდივართ და სია ჩამოდის იქ ვიდეოების, ესეც უკვე get მეთოდს იყენებს. ასე გვაქვს post მეთოდი, ეს გამოიყენება ახალი მონაცემების შესაქმნელად, მაგალითად ახალი task-ის რეგისტრაციის ახალი task-ის შესაქმნელად, მაგალითად რეგისტრაცია, როცა გვინდა ეს უკვე post request-ია, კომენტარის დამატებაც უკვე post request-ია. რეალურ ცხოვრებაშიც რო გადავიტანოთ ეს არის მაგალითად Facebook-ზე პოსტის დატება, Instagram-ზე კომენტარის დაწერა, ანუ ეს ყველაფერი იყენებს post requests. ასევე გვაქვს put-ი და fetch request-ები, ეს ორივე განახლებადი request-ები, ანუ განახლებას აკეთებს ესეთი, მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ put-ი მთლიანად ცვლის ობიექტს და fetch-ი ნაწილობრივ ცვლის ამის ობიექტს. რო დავწეროთ რა განსხვავება put-სა და fetch შორის, მაგალითად დავიღოთ ესეთი რაღაცა და ეს იყოს put და აქ იყოს fetch. წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს მაგალითად user-ი ყავს, ვისაც აქვს name და age, ასევე იყოს მოდი name და age იყოს. აქაც იგივე name და age. Put-ის შემთხვევაში ჩვენ საერთოდ მთლიანად ვცვლით აი ამ ობიექტს, ანუ როდესაც ჩვენ put request-ს გავუშვებთ, name და age, მოდი ამის value-ები დავუწეროთ, რომ მსგავსად ეს იყოს კი, მოდი. node age plus 17. როდესაც ჩვენ გავაკეთებთ put request, ეს მთლიანი ობიექტი უნდა შეიცვალოს და ავტომატურად name და age ორივე შეიცვლება, რა value-საც ჩვენ მივუწევთ, მაგალითად ეს რო დავაკოპირო. მოვუწევთ ცოტა. name age ეს შეიცვლება მაგალითად. ახლა ისა გვინდა. მაგალითად express აქ ეს ჩვენზეა დამოკიდებული რა value-ებად შევცვლი და age-იც ავტომატურად უნდა შეიცვალოს და აქაც მაგალითად იყოს საერთოდ გამო 15. Fetch-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ მაგალითად სახელი იგივე დავუწეროთ და age-ი შევცვალოთ და ანუ მსგავსად მოქმედებს. Put-ის შემთხვევაში როგორც ვთქვით, მთლიანი ობიექტი შეიცვლება რაც გვაქვს ჩვენ მოცემული, ხოლო Fetch-ის შემთხვევაში შეგვიძლია შევცვალოთ 1 ან 2 ან 3 იმაზე დამოკიდებული თუ რამდენი გვაქვს. ასევე გვაქვს ჩვენ delete-ის როგორც ვახსენე და delete უბრალოდ წაშლას განაპირობებს. ესენი რაც ჩამოთვალეთ ჩვენ request-ები და მაგალითები რაც ვთქვით, უბრალოდ აქ რო გადმოვიტანოთ პატარა პრაქტიკაში, ერთ მაგალითს დავწერთ, ან ორ მაგალითს დავწერთ, მსგავსად რომ იყოს, მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ ისევ ეს არის front-end-ი, ეს არის ცოტა ზემოთ დავწერ აქ back-end. ეს წარმოვიდგინოთ რომ არის ჩვენი სერვერი.
ну მოდი პირველი რაც ვთქვით Instagram მაგალითი ვთქვათ, რომ როდესაც უკვე ჩვენ Instagram-ზე შევდივართ, როგორ ხდება ამ ყველაფრის მიღება. როდესაც უკვე ჩვენ შევდივართ Instagram-ზე მაგალითად ეს ფრონტ-ენდის მხარე, ვიზუალური მხარე, ჩვენ როცა შევდივართ, feed-ი რაც იქნება, პირველი იგზავნება request-ი და აქ უკვე გვექნება ის როგორც ვთქვით, უკვე არის API, მოდი დავწეროთ API და აქ ჩვენ ვაგზავნით get requests. ეს ცოტა ეს მიდის ჩვენთან სერვერზე, უკვე იცის სერვერთან როცა მივიღო get request-ი, უკვე ხდება რომ ჩვენ რა მონაცემი გვჭირდება და რა უნდა წამოიღოს. შევა სერვერზე და სერვერი უკან გვიბრუნებს response-ad, ეს არ გვინდა. უკვე response-ad მოდის ის request-ი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ. მაგალითად, აქ იქნება ახალი პოსტები. posts. ეს არის მინიმალური დიზაინი იმის, როგორ მოქმედებს უკვე ჩვენთან API როგორ უკავშირდება front-end და back-end. ასევე ჩვენ წეღან განვიხილეთ restore-ის მაგალითი. მაგაც მინიმალურად დავხატოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. მაგალითად იგივე ესე. გამოვშვით. დავწეროთ, რომ ეს არის სერვერი, ეს არის ეს არის შლება. კაი, რა ვშვით ეს იყოს, მოდი. backend. ეს არის ჩვენთვის ისევ front-end-ის მხარე. როგორც წეგან აღვნიშნეთ, რომ თუ მომხმარებელი შემოვიდა და უკვე შეუკვეთა, აქ უკვე ხდება არა get request-ი, აქ უკვე მოხდება post request-ი. ეს როგორც ვთქვით, არის AB. აქ უკვე ეგზავნება მომხმარებლისთვის post request-ი. Post request-ი მიდის ისევ backend-თან, ეძებს servers. მაგალითად, თუ წყალი შეუკვეთა მომხმარებელმა, ჩვენთვის response-ი იქნება ის, რაც მომხმარებელს აქვს შეკეთილი, მაგალითად იქნება წყალს უკან წამოვა. მსგავსად მოქმედებს ეს request-ები და მსგავსად უკავშირდება ძალიან მინიმალური დიზაინი რო დავხატოთ front-end-ი და back-end-ი ერთმანეთს. იქნება გამომდინარე, რომ ახლა უკვე ვიცით რა არის API, ვიცით რომ front-end-ი და back-end-ი ერთმანეთს API-ს საშუალებით საუბრობენ, მაგრამ როცა back-end-ის API-ს ვქნით, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, თუ როგორ უნდა დავწეროთ API-ს სწორად. როგორი უნდა იყოს დალაგებული, მარტივად გასაგები, სტანდარტული, გუნდისთვის ასევე მოსახერხებელი და მომავლისთვის მარტივად გასაფართოებელი. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენთვის REST-ი. რომ გადავთვალოთ ჩვენთვის REST API ნიშნავს representational state transfers. სახელი შეიძლება ცოტა რთულად ჟღერდეს, მაგრამ პრაქტიკაში მისი იდეა მარტივია. REST-ი არის API-ის დიზაინის სტილი, ანუ წესების ნაკრები, რომელიც გვეხმარება API პროფესიონალურად ავაწყოთ. ანუ REST-ი გვეუბნება, როგორ დავალაგოთ URL-ები, როგორ გამოვიყენოთ HTTP მეთოდები და როგორ გავხადოთ API ლოგიკური. მარტივად რომ ავხსნათ და მარტივად რომ ვთქვა, თუ API არის გზა, რომელიცაც front-end-ი უკავშირდება back-end-ს, REST-ი არის წესები ამ გზაზე მოძრაობისთვის. ანუ კიდე რომ ჩავშალოთ, API არის კომუნიკაცია, REST-ი ამ კომუნიკაციის წესრიგია. REST-ის მთავარი იდეა API-ში არის ის, რომ ყველაფერი უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც რესურსი. რესურსი ნიშნავს მონაცემს ან ობიექტს, რაზეც მუშაობთ. მაგალითად, იუზერები, პოსტები, კომენტარები, products, tasks, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის უკვე რესურსი. მაგალითად, აქაც დავწერო, როგორ განსხვავება უკვე REST API-სა და ჩვეულებრივ API-ს შორის. მაგალითად, ეს ავიღოთ, აქეთ ავიღოთ. ეს არის ჩვეულებრივი API. ეს შეიძლება რომ REST API. მაგალითად, ჩვენ მუშაობთ, მოდი ავიღოთ, რომ მუშაობთ იუზერებზე. მაგალითად, ჩვეულებრივ API-ის დროს, როცა REST-ს არ ვიყენებთ, შეიძლება ჩვენი request-ი იყოს ასეთი, მაგალითად, get users post users fetch users users
ეს არის მაგალითად ჩვენი request-ები, რაც შეიძლება კოდში იყოს დაწერილი და მსგავსად იყოს მთლიანი სტრუქტურა მოცემული. ხოლო როდესაც ჩვენ ვიყენებთ API-ს, ჩვენ მივუთითებთ ამ სტილზე და ანუ უფრო გასაგები და უფრო სტრუქტურული ხდება, როგორ შეიძლება request-ი და უფრო წაკითხვადი ხდება ეს ყველაფერი. მაგალითად, აქ request-ი რო ავიღოთ და როდესაც ჩვენ ვიყენებთ REST API-ს, წეგან განვიხილეთ ჩვენ მეთოდები და ზუსტად მსგავსად იწერება, მაგალითად get users. იქნება post users. ეს ცოტა წიოთ მსგავსად. ანუ ამათ შორის განსხვავება ის რაც არის, ანუ სტრუქტურულად რაც უკვე ვილაპარაკეთ REST API-ზე, რომ სტრუქტურა ამათ შორის განსხვავება ის, რომ REST API არის უფრო მეტად წაკითხვადი, უფრო მეტად გასაგებია, თუნდაც ახალი დეველოპერისთვის, როდესაც ახალი დეველოპერი მოდის, ის იმისთვისაც ძალიან ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივი API. ამიტომ არის, რომ API-ები, ასე ვთქვათ, უყვარს როგორც დეველოპერებს, ბევრ კომპანიას, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, არის მარტივად გასაგები, თუ ახალი დეველოპერი მოვიდა გუნდში სიტყვაზე ვიძახი, უბრალოდ შეგვიძლია, ანუ ადვილად შეუძლია ადაპტაცია განიცადოს და ადვილად გაიგოს რა ხდება. ასევე არის სტანდარტული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად Google, Facebook, Shopify, ყველგან მსგავსი სტილია, front-end დეველოპერებსაც უადვილებს მუშაობას, რადგან React, Vue, Angular მარტივად უკავშირდება. ასევე mobile app-ებისთვის არის იდეალური, რადგან ერთი API-ს იყენებს როგორც Android, iPhone, ისე web. აქედან გამომდინარე, მთავარდასუნ აქედან არის ის, რომ REST-ი არის პროფესიონალი მიდგომა API-ების ასაწყობად, მაგალითად თუ API არის ენა, REST-ი არის გრამატიკა, თუ API არის გზა, REST-ი არის მოძრაობის წესები. ასევე თუ API არის შენობა, REST-ი გამოდის არქიტექტურული გეგმას, ცოტა დავსახოთ ეს ყველაფერი. ახლა უკვე ჩვენ ვნახეთ თეორიული მასალა თუ რა არის API, როგორ მოქმედებს მეთოდები, რა არის REST-ი და როგორ მუშაობს, ასევე CRUD-ი ვახსენეთ დასაწყისში და უბრალოდ CRUD-ი რო ახსნათ რა არის, მოდი ჩამოვწეროთ. CRUD-ის განმარტება რო განვიხილოთ, ეს ცოტა დავშალოთ. CRUD იგივე რაც ესე ვიზო. შენიშნავს რომ create, ანუ შექმენი, ერი არის რომ read-დან წაიკითხე. ეგ არის რომ დავაპდეითოთ და D არის delete. ჩვენთვის CRUD-ი რო განმარტოთ, CRUD-ი მსგავსად მოქმედებს და მსგავსად ამას ნიშნავს. ნუ ეს ყველაფერი თეორიულ მასალაში ვნახეთ უკვე და ხლა შეგვიძლია რომ ნახოთ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ავაწყოთ მინიმალური API, გამოვიყენოთ REST API, ასევე მეთოდები და ვნახოთ ეს ყველაფერი. მოკლედ რაც პირველ ლექციაში ვისაუბრეთ Node-ის დროს გამოვიყენებთ მოდულებს აქაც და უკვე შექმნილი მაქვს ორი ფაილის, ერთი არის სერვერი, მეორე არის სერვისი. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში დავაიმპორტოთ Express-ი. Express. ასევე გვინდა დავაიმპორტოთ core-დან, აქ შევქმნათ const. რაც არის Express-ი. App use course. Listen. აქ რაც გავაკეთეთ არის რომ დავაიმპორტოთ Express-ი, დავაიმპორტოთ course-ი, app-ზე listen-ი გავუშვით 3000 local 3000-ზე და ეს რომ ნახოთ, გავუშვათ, მოდი. npm start.
რომ ჩვენი ასე ვთქვათ სერვერი დაისტარტა და მოქმედებს port 3000-ზე. მოკლედ გადავიდეთ სერვისში და აქ დავიწყოთ ახლა ამ ყველაფერს გაკეთება. მაგალითად დავაიმპორტოთ ისევ access გვჭირდება. import express from express. მოდი აქ შევქმნათ let tasks. რაც იქნება task-ების array, მაგალითად 1 2 3. ეს წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი სტატისტიკური მონაცემთა ბაზა, მაგალითად task 1, გვაქვს description 1 და მოდი ჩავამატოთ მაგალითად completed false. შევქმნათ აქ routeri, router, რაც არ express-დან დაეპორდება ეს router-იც და იქნება ჩვენთვის და გავუშვათ პირველი მოდი request-ი router get მოკლედ express-ა როგორც ვთქვით უკვე ეს get-ზე ვილაპარაკეთ, ეს არის ჩვენი HTTP მეთოდი, რომელიც არის წამოღება task-ების. ეს არის ჩვენი path-ი, რაზეც უნდა გავუშვათ ეს ყველაფერი. აქ გვაქვს ასევე ჩვენ request-ი და response-ი. ეს request მსგავსად იწერება და response მსგავსად უნდა იყოს. უბრალოდ პრაქტიკაში არის რომ response-ი და request-ი იწერება აქ, rec და res იწერება. და ჩვენ უბრალოდ რომ წამოვიღოთ ახლა ეს ჩვენი task-ები, აქ უნდა ვწეროთ response json task-ები. ანუ JSON-ის სახით წამოგვივა ჩვენ აქ task-ები. გავაკეთოთ ახლა მოდი post request-ი. post აქაც მსგავსად task-ი იქნება ჩვენი tasks იქნება ჩვენი path-ი, გვექნება request-ი და გვექნება response-ი. აქ ვქნით ასეთ რაღაცას const new task. წარმოვიდგინოთ, რომ იქნება ახალი task-ის ობიექტი, სადაც ID გვექნება tasks length plus 1, ანუ არსებული task-ები, რაც გვაქვს უკვე არსებული task-ები ჩვენ task-ებში, ავტომატურად რო შექმნას ID, მასზე plus 1 ID. გვექნება title-ი, რაც იქნება ჩვენთვის რა request-აც გავატანთ, მაგ body-s title-ი. აქ ძიმე ვიწყდა. ასევე გვექნება description-ი, რაც იქნება იგივე body-s description-ი, request body-s description-ი და completed მოდი ისევ გავუშვათ false-ი. გავუშვათ tasks push new task და აქ უკვე ჩვენ task-ში უშვებთ task-ებში push-ავთ ახალ task-ში და ვაბრუნებთ status 201, რაც არის შექმნა და JSON-ს ისევ JSON-ის სახით ვაბრუნებთ ახალ task-ებს. ჩვენი შემდეგი request-ი იქნება put request-ი, რომელსაც მთლიანად დავაპდეითებთ ობიექტს. აქ უბრალოდ ID გადაეცემა, რადგან გავიგოთ რომელ ID-ზე გვინდა ამ ყველაფრის შეცვლა, მაგალითად აქ იქცევ request-ი და response-ი. და აქ გავუშვებთ const ამოვიღებთ id-ს, რომელიც იქნება number-ი ამ შემთხვევაში ჩვენთვის და იქნება request par id, ანუ აქ ჩვენ პარამიდან, ანუ URL-დან ვიღებთ id-ს, რომელი URL-საც ვუთითებთ. შევქმნით ახლა const tasks, რაც იქნება აქ უნდა ვიპოვოთ tasks fine. ანუ აქ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ უკვე find-ს ვიძახებთ, რაც არის რომ მოვძებნოთ task-ებში ეს კონკრეტული ID, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ პატარა ჩეკი, ასე ვთქვათ, თუ task-ი არ მოიძებნა ეს კონკრეტული task-ი, დავაბრუნოთ სტატუსი 404, რაც ეს სტატუსი ნიშნავს, რომ არ მოიძებნა ეს ყველაფერი და message-ი გამოვა task not found.
აქ შევქმნათ მე task ჩავწეროთ რომ task title იქნება request bot title, task description იქნება request bot description და task completed იქნება request bot completion. აქ რო ვთქვით მთლიანი ობიექტი იცვლება ამ შემთხვევაში, ну ამასაც გავტესტავთ და ნახავთ. გავაკეთოთ ახლა fetch request-ი. fetch ID, აქაც ჩვეულებრივად ID გადაიცემა, რადგან გავიგოთ რომელია request-ი და response-ი გავუშვათ. გავსაც წამოვიდეთ. აქაც იგივენაირად ID-ს ვიღებთ, რაც იქნება, რაც რომელსაც URL-დან ამოვიღებთ, აქედანაც ID-ს. შემდეგ const task address task fine რაც იქნება task ID address აქაც უკვე რომელი ID-ს გვინდა ჩვენ რომ შევცვალოთ მაგ ID-ს URL-დან რომელი ID-ს გვაქვს ამოღებული მაგ ID-ს ვნახულობთ, ანუ find ვეძებთ. აქაც შეგვიძლია დავამატოთ პატარა ჩეკი თუ task-ი არ გვაქვს, თუ task-ი არ გვაქვს, ნათეთ გავუშვათ return status 400. task-ი არ მოიძებნა. აქ უკვე ვშვებთ ასეთ რაღაცას. თუ request title-ი გვაქვს, თუ request title-ი გვაქვს ჩვენ აქ request title-ი არ უდრის undefined დავწეროთ რა task title-იც გვაქვს, გავუშვით მსგავს. აქ ხდება ესეთი შემთხვევა, თუ როგორც ვთქვით, ჩვენ შეგვიძლია აქ მაგალითად title-ი არ შევცვალოთ და შევცვალოთ description-ი, შეგვიძლია შევცვალოთ მარტო complete-ი, ანუ ერთი ან ორი ობიექტი შეცვლა შეგვიძლია. ამ შემთხვევაში აქ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ თუ ჩვენ request body-ში title-ს არ გავატანთ და ეს არ უდრის undefined, ანუ title-ი არის იგივე, ჩაიწერება task title-ი, ანუ რაც იყო ძველი title-ი დარჩება, თუ ახალი გავატანეთ, ახალი title ჩაიწერება. მსგავსად მუშაობს ეს ყველაფერი. ბოლო request-ი რაც იქნება ჩვენთვის delete-ი. ასე თუ არ ვიცვალო. აქაც ამოვიღებთ ID-ს, რომელიც იქნება number ID, შევქმნით tasks index. აქ შევქმნით index, რაც იქნება გავფილტრავთ მსგავსად, ანუ აქ რასაც ვაკეთებთ. გვექნება ID ამოღებული URL-დან, შევქმნით index და ვიპოვით ამ task-ის index და აი, თუ index-ი არის -1, გავარეს 401 და ეს არა, ეს ცუდად დაწერა აქ. ეს ცუდად დაწერა აქ. const index address tasks find index task ID address IDs აქაც შეგვიძლია პატარა ჩეკი გავაკეთოთ რომ tasks index address -1 გავაკეთოთ დავაბრუნოთ რომ task-ი არ მოიძებნა task plus -1 და status დავაკეთოთ 400 ანუ ჩვენ სტატუსი აქ მოგვივა 400 და გაიგზავნება. მოკლედ ეს შევქმნით, ახლა შეგვიძლია ეს დავაიმპორტოთ აქ. JSON, ჩვეულებრივად მოდულების ფუნქციით ავიღეთ და გადმოვიტანეთ API, router-ი დავაიმპორტეთ ჩვენ server.js-ში. მოდი გავუშვათ ჩვენთვის სერვერი თავიდან. Router not defined, okay. ჩვენ არ გვაქვს დაიმპორტებული არ გვაქვს ბოტში. Export default router მსგავსად. Import router from server.js მსგავსად. Pim start. უკვე ჩვენი სერვერი მუშაობს 3000 პორტზე, რო გავიდეთ Postman-ში და ეს ჩვენ რაც დავწერეთ ეს ყველაფერი რო გავტესტოთ. მაგალითად აქ გვაქვს API. ნოქდება API tasks, მაგალითად რო გავუშვათ.
უკვე წამოვიდა 200-ის სტატუსი გვაქვს, რაც იმაშნებს რომ ეს ყველაფერი შეიძლება წამუშაობს. გვაქვს რა ბოდიც უკვე ქონდა ეგ task ID 1 2 3 მსგავსად. რომ ვნახოთ post request და რომ გავაკეთოთ ახალი task-ი, ბოდიში უნდა გავატანოთ ის JSON-ის სახით, რაც დავწერეთ, მაგალითად აქ გავატანოთ ესეთი რაღაც დავწეროთ, რომ ID-ს თვითონ ქმნის, მაგალითად title იყოს express მოდი description იყოს AP REST AP gradi და აქ გვაქვს ასევე complete და ამას დავაკოპირებ საერთოდ მსგავსად და აქ გვქონდეს false true კონდეს აქ მაგალითად ეს რო გავუშვათ ახლა ჩვენს ენდი როგორც ხედავთ დაგვემატა ID 4 title გვაქვს express-ი complete გვაქვს false მართალია რომ მივუთით აქ ესე ვქნათ Okay, კაი, ესე ვქნათ ვიცი. მოკლედ, უკვე მე-5 ID შეგვექმნა, რაც არის, რომ ვნახოთ, რომ ეს ყველაფერი მუშაობს, შეგვიძლია EP გავუშვათ და გავუშვათ ეს და უკვე ხედავთ, რომ დაგვემატა 1 ID, 2 ID, 3 ID, ეს მე-4 და მე-5 ID, express-ი და false-ი გვაქვს აქ title-ად. Title-ი გვაქვს express-ი და false-ი, ეს გვაქვს მსგავსად, description-ი, გავატანეთ, description-ი არ წამოვიღო აქ როგორც ჩანს. ერთი წამი ეს გეთია post request-ში შევდივარ title express-ი description-ი API-ს and then comment true okay ჩვენთან არ წამოიღო description-ი create description record description გვაქვს დაწერილი ნამდვილად კარგი მოდი ახლა რომ ვნახოთ put request-ი რომ მთლიანი ობიექტი განვანახლოთ მოდი ჯერ გეთი წამოვიღოთ საერთოდ მაგალითად ჩვენ გვინდა რომ განვანახლოთ ID პირველი ეს მოვნიშნოთ უბრალოდ ჩავსვათ აქ და გავაკეთოთ put request-ი მოდი ID-ს აქ ID არ გვინდა იმიტომ რომ ID-ს თვითონ ქმნის არა უკვე ხდება რომ ID აქ უნდა მივუთითოთ ID იყოს მოდი პირველი task 1 შევცვალოთ მოდი node.js-ით description-ი შევცვალოთ node.js 1 და ეს უნდა იყოს true გავსვათ გავუშვათ უკვე ID პირველი თვითონ წამოიღო რაც აქ მივუთითეთ და ID 1 არის title გვექნება node.js-ად შეიცვალა description-ი node.js 1 არის ეს და completed არის true მოკლედ წეგან რა შეცდომაც იყო post-ის დროს იყო ის რომ description-ი მეწერა არასწორად ეს ID საერთოდ არ გვინდა მოდი node.js test 2 შევქმნათ node.js test კიდე 2 მივუწერთ და completed true ეს რო გავუშვათ task 1 აქ ესე უნდა მივუთითოთ აი უკვე წამოიღო ID 7 title-ი გვაქვს node.js 2 description-ი გვაქვს test 2 complete false იქნება გამომდინარე რომ აქ ვალიდაცია არ გვეწერა იმის რომ აუცილებლად ეს ყველა ველი უნდა წამოიღო მაგიტომ იყო რომ description-ი შეგვიძლია აქ არ შევქმნათ და მარტო title და complete შეგვექმნა მსგავსად წამოიღო ეს ყველაფერი ეხლა რომ ვნახოთ ჩვენ fetch request-ი აქ tasks მაგალითად ავიღოთ მე-7 task-ი, მე-7 ID, რაც გვაქვს ჩვენთვის მე-7 ეხლა რაც შევქმნით. ეს ერთად წავშალოთ და მაგალითად დავწეროთ hello world. Node.js test-ის არ შეგვიძლია, ანუ თუ გვინდა არ შევცვალოთ, შეგვიძლია შევცვალოთ, მაგალითად მოდი ამას წავშლებობ საერთოდ. ამ შემთხვევაში რომ გავუშვათ, ესეც მუშაობს, ID მე-7 წამოვიღოთ, title გვაქვს hello world, description-ი გვაქვს რაც აქ წავშალეთ და ეს და complete გვაქვს true. ასე შეგვიძლია გავაკეთოთ delete იმავე task 7-ზე. აქ უკვე შეგვიძლია body საერთოდ აღარ გავატანოთ, როცა გავუშვებთ sense. Initial server error. კარგი, მე მგონი აქ გვაქვს შეცდომა ჩვენ დაშვებული.
task. კი, აი ეს გქონდა ჩვენ შეცდომა დაშვებული. ეს თავიდან გავუშვოთ. start გავუშვოთ თავიდან. body-ში არაფერს არ ვატანთ. 204 უკვე no content-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-7 task-ი წაგვეშვალა. მოდი get-ი ვნახოთ, რომ მე-7 ID საერთოდ აღარ გვექნება. აგებ წეღანდილში ქნულებს ავთ. ამ შემთხვევაში მე-3 ID-ით წაიშალა, იმიტომ რომ 3 ID ქონდა საერთოდ. მოდი ერთის დავამატებ, ახლა კიდევ ერთი ვნახოთ. ეს ავიღოთ. ID საერთოდ არ გვინდა. task იყოს 6, description იყოს node.js. false იყოს, მაგრამ იყოს true. გავუშვათ. ნახოთ რომ მოვიდა ეს task-ი, გვაქვს მე-3 ID-ით უკვე node.js და task-ი დავწერეთ. და delete გავაკეთოთ ამ ყველაფრის. ოღონდ აქ მივუთითებთ ჩვენ მე-3 ID-ს. ეს საერთოდ წავშალოთ არ გვინდა, გავუშვით send, content უკვე 204 დაგვიბრუნა რომ ეს ყველაფერი შეექმნა, რომ გავუშვოთ get-ი. ეგ არა. მსგავსად მე-3 ID საერთოდ წაიშალა, მეორე ID გვაქვს, პირველი ID დაგვრჩა. ნუ საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ მთლიანად დღევანდელი თემა რაც იყო, ვნახეთ როგორ მუშაობდა API-ები, ვნახეთ რას აკეთებდა HTTP მეთოდები და გადმოვიტანეთ რეალურ მაგალითშიც. ასევე ვნახეთ როგორ მუშაობს REST API-ები. და სრულად ვნახეთ მაგალითი, ასევე შევქმნით ჩვენი endpoint-ები, როგორც აქ არის შევქმნით endpoint-ები. მართალია ჩვეულებრივი სტატიკური მონაცემთა ბაზით, მაგრამ გავტესტეთ და ვნახეთ როგორ მუშაობს საერთოდ ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ ყველაფრით პატარ მონაცემთა ბაზა, როგორ გავტესტოთ ეს ყველაფერი, ვნახოთ რეალურად როგორ მუშაობს უკეთესად REST API-ები, ზოგადად API და HTTP მეთოდები.